ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო დღევანდელი მიმართვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა მესამე პრეზიდენტი ვივა მედიდან ჩაერთო და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. მე მინდა მზია ამაღლობელს მოუწოდო მე თვითონ 50 დღეში მიშელა ვიცი რა არის ეს გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას. მე მაშინ ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და არ მინდა რომ ზიამ გაიმეოროს ეს გამოცდილება. მე მინდა ასე უთხრა ყველას ვინც მე მეჯიბრება მეცილება რომ მართლაც გონიათ რომ ამ გაუბედურებულ პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. აქტიულობას თამაში უნდა მორჩეს დამთავრდეს იმიტომ რომ საქართველოს მატარებელი რომელიც სწრაფი ტემპით მიდიოდა 9 წელიწადში ჯერ შენელდა, შემდეგ გაჩერდა და ახლა უკვე დეპოშია. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა და მხოლოდ წინააღმდეგობის საერთო ფრონტი მოგცემს საშუალებას იგი დაუჭლიოთ. ჩვენ ვართ სრულიად უპატრონოები ოლიგარქის პოლიტიკის გამო ლანგარზე გამზადებული რუსეთისთვის მისართმევად. თუ სასწრაფოდ არ შეცვალეთ სიტუაცია, თუ სასწრაფოდ არ გამოცვალეთ ეს რეჟიმი, საქართველოს დამოუკიდებლობა ითვლეს ბოლო თვეებს